მოგესალმებით მეგობრებო. ვიყოფებით ახლა ბიჯიში, მთავარ ცენტრში. ტესლა ეს მდგომარეობა აქ სადღაც არის შეღებილი, მოკლედ. აი დაზიანება აქ, აი ეს ამოტეხილები აქ, მოკლედ ეს უნდა დავამუშაოთ. არის სადღაც შეღებილი ეთყვა გარაჟში. მოკლედ მდგომარეობა აქ ძალიან საშინელი ეს მიკრობზარები აქ, მოკლედ აი ეს უნდა გავასუფთავო, ამას ვერ დავტოვებ. ფეშტოდნო სხვაობა აქ ეს ბევრად მუქია. რაც შეეხება ამ მხარეს, აი მდგომარეობა, მოკლედ აი ესეთი კიბეშპაკლი აქვს. აი ეს გარეთ არის, როგორც ხედავთ, შიტოკი, ანუ ამ დონეზე უნდა გამოვიყვანოთ შპაკლით, რომ კანტი ესე გამოყოს რა. რამოდენიმეჯერ არის ნაკეთები, თუდად არის ნაკეთები, მოკლედ და იმ დონეზეა დაზიანებული თვითონ კრილოები, რომ უბრალოდ საშუალებას აღარ აძლევს. მე თუ უკესაც სამუშაო გამოწიოს მაქსიმალურად რომ არ დაჭიროს ნამხელა შპაკლი. ეგ იმის გამოა, რომ მიდიან ფარჩაკ ხელოსნებთან ვერაკეთებენ ლესავენ და აფუჭებენ იმ დეტალს, რის გამოც შეიძლება ბევრ ამის გაკეთება. ბევრად იდეალურად, ბევრად ნაკლები შპაკლი, ბევრად დახვეწილად და ასე შემდეგ. მოგე ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვარ, დავიწყებ ამ ყველაფრის გასუფთავებას და ეტაპობრივად გადავიღებ, განახებთ შედეგს. გულას მივახცევთ, რას გამოვიყვანთ. აი ესეთი მდგომარეობა აქვს, მოკლედ გავასუფთავეთ, აი ეს ხარი ოშარცაა წამოწეული, სკალისილი იყო, მაგხელა ფენა შპაკლი მაგითო ქონდა. ეხლა გავასუფთავეთ, აბიში რუკას გავუკეთებ, დავშპაკლავ, სანამ აქეთ მხარე მომეხოდება და შრება, მოკლედ გადავალ აი ამ კრილოზე, მანამდე იქ დრო დაიწყებ შრობას, დრო არ დავკარგოთ. და მივყვებით ფორმები გამოვიყვანოთ, მოკლედ რა ეს ვისტუპი გოგას ეკეთებელი, რომელიც არის ბამპერი გამოწეული რა, მეტი საშუალება აღარ იძლევა გამოჭემის დროს. მე როგორც ხედავთ, ამდენად გამოჩნდება შიგნით ჩახეულია, მოკლედ ამ ეტაპზე ვარ ჯერჯერობით. რა, მეგობრებო, რომელში შემოვიყვანეთ, დავამზადეთ, ბამპერი მზათა გვაქვს. ეს კრილოზე მზათა გვაქვს, მოკლედ, აი ეს მდგომარეობა აქვს. ну რა თქმა უნდა, ვეღარ მოასწარი გადაღება, იმიტომ რომ შეიწებოდნენ ბიჭები, ხოლოს მაქსიმალურად გავაკეთე, თუ აღარ დამშარო გადამეღო. მოკლედ, როგორც ხედავთ, აი ესე გამოიწვია ეს კრილო, ზედი ბამპერზე დავამუშავე, შევხვიდე ბამპერი. ზედო ყოფილიყო იდეალურად, მოკლედ აი ესე დამუშავდა. რაც შეეხება ამ კარებს აქ გადასვლას გავაკეთებთ. იქეთ ამ მხარესაც ანალოგიურად აი ესე გადასვლას გავაკეთებთ. რაც შეეხება თლიან მანქანას, არის ძალიან ცუდი შეღებილი ფაქტიურად, ნაშკურტები და რა ვიცი. რაც კი რამეა, ყველაფერი ზედვე ემჩნევა რა, აი რამდენად გამოჩნდება, მიუხედავად იმისა, თლიანია მანქანა. აი ესეთი ნახეთ, აი უბრალოდ შაგრენიც კი არასწორი გაშლილია გზე. აი ეს მდგომარეობა აქვს, ნაშკურტები ძალიან უშნოდ ემჩნევა. აი წინა კრილოც კი ნახეთ, აი უბრალოდ რა ფეშია, აი ოღონდ განადგურებულია თვითონ მანქანა, ჰაჭრელებულიც არის რა, კაპოტს როგორც აკუთებით, სხვა ფერში უტყავს, კრილო სხვა ფერში უტყავს, ალაგ-ალაგაა შეღებილი. მოკლედ მდგომარეობას რაც შეეხება თლიანობაში უბრალოდ არის კაი დასამუშავებელი და კაი გამოსაყვანი. მოკლედ აი ეს დეტალებია კიდე აქეთ მხარეს, რომელიც დაზიანებული აქვს და უბრალოდ ძალიან ცუდი შეღებილია რა, ძალიან ცუდი მხრივ ვიძახი, რომ უბრალოდ დამუშავებულია რა. ხო, რაც შეეხება ლაკის კუთხით, დასხმული არის კაი, რომელიც შეიძლება პოლირებაში უკვე გამოკეთდეს და ბევრად ჯანმრთელად გამოიყურებოდეს. მოკლედ ეს ეხლა გავამშრალებ არა გავწმინდავთ. შევხვდავ და მე დეტალებს კიდე გადავიღებ, განახებ მის მდგომარეობას, შეღებილს ყურა შედეგს მივიღებ. მოკლედ მეგობრებო, დავასრულეთ. აი ესეთი გამოგვივიდა, ბამპერი დიდი არაფერი არ ჭირდა, ერთადერთი აქ ქონდა, რაც დაიშპაკლა, მინაწვალი ქონდა. აი ესეთი გამოგვივიდა, იდეალური. რაც შეეხება უკანა მხარეს. იდეალური გამოგვივიდა. თავის ფორმები, თავის კანტები, ყველაფერი იდეალურად. აი ეს კარის ბოლომდე დავყევი. რაც შეეხება აქეთ ამ მხარეს, რაც ქონდა შენებლობა, მოკლედ დავაშენეთ. აი ესეთი გამოუვიდა, ბამპერთანაც იდეალურად ზის. მოკლედ აი ესე დავასრულე ჩვენი ტესლა. როგორც ხედავთ, საღებავი აიქამდე ვარ მისული, დანარჩენი ის ლინდერი და ლაკია, მოკლედ აი ესე იდეალურად გამოგვივიდა ეს ჩვენი ტესლა.